პირველი არის საკუთარი თავის შეცნობა, ვინ ვარ მე, რა მინდა, რა მიყვარს, რა მსიამოვნებს. კარიერას ვიშენებდი, მაგრამ ის სულიერი ტკივილი, ის ტრამვები, ის ყველაფერი იყო მიჩქმალული და სულ გზაზე მეღობებოდა. გარედან ჩანხარო, რა მაგარი გოგო ხარ. მივხვდი, რომ ეგოს ყובה, ვიდრე რეალურად სულთან კავშირი. აღმოვაჩინე ეს ხუთი რიტმის პრაქტიკა, რის შემდეგაც აბსოლუტურად გარდაქმნა ჩემი ცხოვრება და შეცვალა ჩემი ცხოვრების გეზი. რა არის თვითონ ეს ხუთი რიტმი, ანუ საიდან მოდის? თვითონ ეს პრაქტიკა, რადგან არის დაფუძნებული, არის ხუთი ცხოვრების უნივერსალურ ენერგიებზე. ამ ენერგიაში ვსწავლობთ საკუთარი თავის შეცნობას, დაფასებას. და შენი საკუთარი თავი თუ არ გიყვარს, სხვა ვერ გეყვარება. ქაოსი არის ტრანსფორმაციული ენერგია, კი გვეშინია ყველას ამ ენერგიის, მაგრამ დროა რაღაცა ძველი ჩამოიშალო და ახალი დაიბადოს. გამარჯობა. მე ვარ თაკო ბასილია. თქვენ უყურებთ Wellness Podcast-ს. დღეს მე სტუმრად მყავს ტატა ლებანიძე, რომელიც არის ხუთი რიტმის აკრედიტირებული ფასილიტატორი. ის არის სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკების კოუჩი. გთხოვთ გამოიწეროთ ჩემი პოდკასტი და ზარისღილაკს დააჭიროთ ხელი, რომ მომდევნო ეპიზოდი არ გამოგრჩეთ. მადლობა. როგორ ახარ? კარგად, ჯერ. კარგად, მიხარია რომ ჩემთან ხარ სტუმრად და მოდი მოგვიყევი, რა არის ხუთი რიტმი. და ზოგადად როგორ მოხვედი აქ? პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. ხუთი რიტმი არის დინამიური მოძრაობის მედიტაცია, სხეულზე ორიენტირებული პრაქტიკა, რომელიც გვეხმარება ჩვენს ნამდვილ არში დაბრუნებას, ჩვენ თავში დაბრუნებას და ძალიან ბევრ სხვა რამეს, ასევე ნერვული სისტემის ბალანსს, ძველი პატერნების ტრანსფორმაციას და გარდაქმნას, რომ უფრო ვიყოთ გახსნილები, ჩვენ თავში ვყარათ მდგრადები და ვიყოთ უფრო ცნობიერები ყოველდღიურობაში, აი ამ ენერგიებთან, უნივერსალურ ენერგიებთან, სამყაროსთან მიმართებაში, ჩვენ თავთან მიმართებაში, ადამიანებთან მიმართებაში თუ როგორ რეაგირებთ და როგორ მოძრაობს ეს ენერგიები ჩვენში. ხო, რა არის თვითონ ეს ხუთი რიტმი, ანუ საიდან მოდის? ახლა ენერგიები ახსენე და ალბათ კავშირშია ამასთან, ხო? ეს პრაქტიკა დაარსა 1970 წელს გაბრიელ როთმა ნიუ-იორკში, ამერიკაში, ძირითადად იგი იყო ნიუ-იორკიდან, მაგრამ ასევე ძალიან ბევრ დროს ატარებდა ესოლინ ინსტიტუტში, კალიფორნიაში, სადაც ფაქტიურად მან დაიწყო შესხმა ხორცის ამ პრაქტიკამ. მეგობრობდა ფრიც პრელთან, გესტალტ თერაპიის დამაარსებელთან, ვისთან ერთადაც გადიოდა რაღაც ერთ კოლაბორაციაში მუშაობდა მის პაციენტებთან და ესე დაიწყო ჩამოყალიბება ამ პრაქტიკის. ზოგადად ბავშვობიდან იყო მოცეკვავე და ესეთი ყოველთვის გამოირჩეოდა არა ესეთი დოგმატური ტიპი და რაღაცნაირად სულ ცდილობდა რომ გამოსულიყო აი ამ დოგმებიდან და ბავშვობიდანვე როდესაც აღმოაჩინა რომ თუნდაც ეს ქორეოგრაფიული ცეკვები როგორ აჯენს ადამიანს ჩარჩოში, საკუთარ თავში რწმენის ასევე დაქვეითებაში იქიდან გამომდინარე რომ თუ არ ხარ რაღაცა კონკრეტული ბალერინა იყო თვითონ რაღაც კონკრეტული ფორმის, ზომის, ტალანტის, როგორ შეიძლება რომ აბსოლუტურად საწინააღმდეგო ის მოახდინოს შენზე და აი ბავშვობიდან სულ უყვარდა ცეკვა და აქედან გამომდინარე ჩაუდო საფუძველი მაქედან რომ რაღაც ახალი გარდაექმნა და მოეხდინა ასე ვთქვათ რევოლუცია იმ თვალსაზრისით რომ ეხლა იმ პერიოდში არ იყო ესე დავიწყებული იყო ეს პრაქტიკები განსაკუთრებით ცეკვა ცნობიერი პრაქტიკა როგორც ასეთი ჩვენი წინაპრებიო ძველად სანამ ადამიანები დავიწყებდით საუბარს და რაღაც ენას ჩამოვაყალიბებდით, ცეკვა იყო პირველი, ასე ვიტყოდი, კომუნიკაციის წყარო, გამოხატვა, ლოცვა და ასე შემდეგ. დღესდღეობით ხუთი რიტმის პრაქტიკა უკვე 90 ქვეყანაში არის ცნობილი, ძალიან ბევრი აკრედიტებული მასწავლებლები გვყავს თითქმის ყველა ქვეყანაში. და მე თვითონ ეს პრაქტიკა აღმოვაჩინე 2013 წლის დასაწყისში, რის შემდეგაც აბსოლუტურად გარდაქმნა ჩემი ცხოვრება და შეცვალა ჩემი ცხოვრების გეზი, ასე ვიტყოდი. მანამდე რა საქმიანობდი?
მანამდე დამთავრებული მაქვს სამხატვრო აკადემია, მოდელირება. ნიუ-იორკში გადავედი 19 წლის ასაკში, როცა ჩემი გარდაიცვალა. ჩემი ძმა ცხოვრობდა უკვე 6 წელი იქ და როდესაც დავამთავრე აკადემია, მაშინ წავედი ნიუ-იორკში, რამაც იყო, ჩემთვის იყო ძალიან დიდი, აბსოლუტური 360 გრადუსით შეცვლა ჩემი ცხოვრების. 2005. ხო, 2005-ში წავედი და ძალიან რთული იყო ჩემთვის იქიდან გამომდინარე, რომ ყველაფერი ერთად თითქოს რაღაცა ჩამთავრდა და აბსოლუტურად ახალ გარემოში, თან ნიუ-იორკში კარგად იცი როგორი. კი. Wildari ქალაქი და თან მაშინ საქართველოსთან შედარებით რამხელა კონტრასტი იყო. კი. საშინელი კონტრასტი იყო ჩემთვის მარტო იმიტომ რომ სამეგობრო წრე, ანუ სიმარტოვე, ეს ტკივილის გარდაქმნის პროცესი, ემიგრაცია, უცებს სხვა სამყაროში ხარ დამოუკიდებლობაში შესვლა, ასე ვიტყოდი. რამაც აი უკვე დაიწყო იქ რაღაცა ეს ჩემი რაღაც ტრანსფორმაციული პერიოდი გაუთვითცნობიერებლად, რა თქმა უნდა. და სადღაც რომ დავამთავრე სწავლაც და ამ პერიოდში სულ მუშაობდი დიზაინ ფეშენ კომპანიებში და რაღაცა მივახციე იმ ასე ვიტყოდი ეტაპს, რომ ნელ-ნელა იზრდებოდა ჩემი კარიერაც და ბოლოს მუშაობდი ბეტსი ჯონსონში და რალფ ლორენში პროდაქშენ დიზაინერად. მაშინ მივხვდი, რომ არ გაკმაყოფილებს. არ მაკმაყოფილებ და იმ პერიოდში კი ამ კარიერას ვიშენებდი, მაგრამ ის სულიერი ტკივილი, ის ტრამვები, ის ყველაფერი იყო მიჩქმალული და სულ გზაზე მეღობებოდა, ასე ვიტყოდი. სუდად გრძნობდი თავს. თუნდაც ის მომენტიც ხო და კაკრას აი რომ აღმოვაჩინე ეს ხუთი რიტმის პრაქტიკა და ეს community და ადგილი, სადაც შეიძლება რომ ბოლომდე გაიხსნა, ბოლომდე სივრცე, სადაც შეიძლება ბოლომდე გაიხსნა, შეხვიდე ადამიანებთან დობაში და ის იცი რომ იქ დარჩება, არსად არ გავა და იმ პროცესში აღმოჩენა ისეთი ადამიანებს და გძნობ რომ მარტო არ ხარ და სხვების იგივეს გადიან და აქეთ მეორე ცხოვრება არის, სადაც ურთიერთობები არის ნიღბებით სავსე, ზედაპირული რაღაც ხო ეს რაღაც სტატუსი გარედან ჩანხარო რა მაგარი გოგო ხარო აი ხო რაღაცა იქ რალფ ლორენში მუშაობ და პროდაქშენ დიზაინერი ხარ და აი ეს რაღაცა მივხვდი რომ ეგოს ყובה ვიდრე რეალურად რა ვიცი სულთან კავშირი და ძალიან ადულად მივიღე ეგ მხნეობა და ეგ გადაწყვეტილება რომ დამეტოვებინა ეს კორპორაციული სამყარო, მიუხედავად ისა, რომ ჩემთვის ჩემი პროფესია დღემდე ძალიან მიყვარს და ძალიან ვაფასებ და ჩემთვის ფეშენი არის ხელოვნება და არა რაღაც ბაზაზე რა იყიდება ბაზარზე, რაც რეალურად დღესდღეობით უმეტესობა ყველაფერი ეგრეა გადასული, მაგრამ საბოლოო ჯამში კორპორაციული სისტემა როგორც მუშაობს, ეგ არის პრობლემა, დღესდღეობით იცვლება და განსაკუთრებით კოვიდის მერე თუნდაც გარდაქმნის პერიოდი არის, ხო? მაგრამ ძალიან სამწუხარო ფაქტია ის, რომ თუნდაც იმ კორპორაციაში მისული ადამიანები, ანუ იმდენად თავგადარჩენის და მხოლოდ საკუთარი თავის რეალიზაციის მიზნით არის ყველა თვითგადარჩენის და საკუთარი არა მარტო თვითგადარჩენის, თავისი ეგოს დაკმაყოფილების, რომ ერთმანეთთან ეს შეჯიბრი, კონკურენცია, რაც ძალიან მძლავრობს სოფლიოში, სამწუხაროდ ჩვენს ქვეყანაში. ესეც გზრდიან, არა, კაპიტალიზმი პრინციპში ეს დაკვეთა არის რეალურად. ეგ არის რეალურად და ძლიერი გაიმარჯვებს, ანუ ძლიერი მოიგებს, ასე ვთქვათ, ხო? და ზუსტად აი ეგ კონტრასტი და ეგ სხვაობა რომ დავინახე, მივხვდი რომ ჩემთვის არ იყო მნიშვნელოვანი ის რაღაც სტატუსი და ის რაღაც დაცულობა. მინდოდა რომ ყოფილიყავ იმ განემოში, სადაც თავს თან ტიპაჟურად ძალიან გახსნილი ვარ და მიჭირს. რაღაცების დამალვა თუ აი ადამიანს ვენდობი და ხო თამაში აი ბოლომდე შეიძლება ძალიან გული გადაუშალო და წინ ბორჯო დამხვედრია ცხოვრებაში, მაგრამ და მე იმედი გაგცხრა რა თქმა უნდა. კი, მაგრამ აი ამ რაღაც მე ვლაპარაკობ მართლა ისეთ კომუნიტებზე, სადაც
წმინდად მიაჩნიათ და ცნობიერი ხალხი იკრიბებიან, სადაც შენი აი ზუსტად იმ გულის გახსნით არის, რომ ტრანსფორმაცია ხდება, თუ არ გავიხსენით ან ნდობა ადამიანებს ერთმანეთის მიმართ არ გვექნება, სამწუხაროდ არანაირი ცვლილება არ მოხდება სამყაროში. გაზიარებაში არის მგონი ეს მთავარი. კი, რომ ყველა რეალურად ვმალავთ, თამაშობთ. არა მარტო სხვასთან სხვაზე არ არის, შენ თავთან. პირველ რიგში შენ თავთან უნდა აღიარო, შენ თავში გახსნა, რომ ეს სხვას გაუზიარო, ხო? მაგრამ სხვასთან გაზიარების იმიტომ გვეშინია, რომ საკუთარ თავს ვერ უზიარებთ, საკუთარ თავსთან ვერ ვაღიარებთ პირველ რიგში ჩვენ ტკივილს. და ზუსტად აი ამან მიმაღებინა ის, რომ მინდა რომ აქ ვიყო და იმ პროცესში და იმ წლებში მე რაც გავიარე ფაქტობრივად 2016-ში წამოვედი სამსახურიდან, მაგრამ 2013-ის დასაწყისად 16-მდე იმხელა ტრანსფორმაცია მოახდინა ჩემში, რომ ვიცოდი, რომ ეს არის ჩემი მისია, რომ თუნდაც ერთ ადამიანს შეიძლება რაღაც პატარა სინათლე შეუტანო მის ცხოვრებაში, უკვე ჩემთვის ეს რაღაცას ნიშნავს. იმიტომ, როდესაც გამოვლილი გაქვს ეგ ტკივილი, გამოვლილი გაქვს წვალება, თვითგადარჩენა, მით უმეტეს განსაკუთრებით ემიგრაცია, იმიტომ რომ საქართველოში მაინც რაღაცა ისე ვიზრდებით, კი, კარგია რაღაც ხრო, რაც არ უნდა მარტო დარჩე, მარტო არ დარჩები. იქ რაღაცა აბსოლუტური სიცარიელი არის და კოლექტიური საზოგადოება არის და იქ არ არის ეს. ხო, იქ ესე არ არის, თან განსაკუთრებით, როცა ემიგრანტი ხარ და განსაკუთრებით ნიუ-იორკში. განსაკუთრებით ნიუ-იორკში, კი. და მე დღეს მადლიერი ვარ, რომ ეგ გზა გამოჩნდა ჩემ ცხოვრებაში და ეგრე მაგზაზე გადამისროლა ცხოვრება, იმიტომ რომ ჩამომაყალიბა პიროვნებად, ადამიანად და დღეს რაც ვარ, სად ვარ, ფაქტობრივად ნიუ-იორკის დამსახურებაა და მაგ პროცესების დამსახურებაა. და რა ვიცი, ძალიან ჩემთვის არის ყველაზე მთავარი ღერძი ადამიანური ურთიერთობები. შემოქმნა იცახანაც გეუნებოდი სანამ დავიწყებდით პოდკასტს, რომ აი მექსიკაშიც იმიტომ ვიპოვე ის, რომ აი ეს ერთიანობა, კოლაბორაცია, შემოქმედებითობა, გვერდში დგომა, იმიტომ რომ ერთად ხდება ეს ყველაფერი და თან აი ეს შეჯიბრის მომენტიც ყველა ადამიანს ჩვენი რაღაცა პოტენციალი გვაქვს, რაღაც ნიჭი გვაქვს, რაღაც უნიკალურობა გვაქვს. შეიძლება რაღაცა შენ მქონდეს, რაც მე არ მქონდეს და ერთმანეთთან რასაც ჭიროა შეჯიბრი. ხო, ანუ ერთობლიობით უფრო კარგი გამოდის. მაგრამ ეს მარტო მგონია რომ გაცნობიერებულად როცა ხარ რაღაც ეტაპზე მარტო მაშინ მოდის. ხო, იმიტომ რომ როდესაც შენ ტკივილი გავლილი და ხედავ რომ ის ადამიანი ტკივილშია და შენ გზას ეხმარები რომ რაღაცა გზა დაანახო, ხო, იმ ადამიანს აძლევ იმის სიძლიერეს, იმის პოტენციალს, რომ წამოიწიოს სინათლისკენ. იგივე არის, ხო, ურთიერთობაშიც, მეგობრობაშიც, ხო, არ არის აუცილებელი მაინდა-მაინც იყო კოუჩი და მაინდა-მაინც ვიღაცას ჩვეულებრივ ადამიანსაც მიცე, ანუ იმისი რწმენა და იმისი ხარდაჭერა, რომ შეუძლია რაღაცის გაკეთება გვერდში. იმიტომ არ გააკეთო, რომ მე შენ ეს რაღაც ქულად ჩაითვალო, ან შენი ეგო დააკმაყოფილო, აი მაგის მინდა ხაზის გასმა, რომ ის გარემო და ეს პრაქტიკები ჩემთვის მიუხედავად wellness-ის და ეს ცნობიერების გაზრდა, ეს რატო არის, რისთვის არსებობს, ძალიან გვეშლება დღევანდელ დროში ადამიანებს, ეგეც ტრენდული გახდა და საბოლოო ჯამში ეს კორპორაციული სისტემა გადმოტანილია wellness-ში, სამწუხაროდ, ძალიან ყველგან. არის ბიზნესი გახდა. ბიზნესი გახდა, კი, მაგრამ რატო აკეთებ, რისთვის აკეთებ, ეგ არის მგონი ყველაფერი რელიგიაც, რაღაც პოლიტიკა, რაღაც ადამიანს შეუძლია, რომ ყველაფერი რაღაცნაირად გადააკეთოს. იმიტომ რომ არის ეგო და არის სული, ხო? და რომელ რას ირჩევ? პირველ რიგში შენ თავში უნდა გაერკვა. კი. ხო. კი, და მას დიდი მუშაობა, სამუშაო ჭირდება რა. ხო, რაც შეეხება რომ დაუბრუნდეთ 5 რიტმის პრაქტიკას, ფართოდ გადავედით, მაგრამ ვთვლი რომ ნიშნულოვანია ძალიან ადამიანებმა გაიგონ, რომ პირდაპირ იმით რთული გასაგებია. თვითონ ეს პრაქტიკა, რადგან არის დაფუძნებული, არის 5 ცხოვრების უნივერსალურ ენერგიებზე, რომელიც ყველა სადაც არ უნდა გაიხედო, ყველაფერი ამ ენერგიების გარშემო ტრიალებს, ანუ პირველი არის მდედრობითი ენერგია, ხელში დაბრუნება, საკუთარი თავის შეცნობა, რაზეც წეღან საუბრობდით, ვეძახით flowings.
და მიმდინარე რიტმთან, ცხოვრების რიტმთან, დედამიწის ენერგიასთან ჰარმონიაში შესვლა. პირველი არის საკუთარი თავის შეცნობა, ვინ ვარ მე. რა მინდა, რა მიყვარს, რა მსიამოვნებს, ძალიან ხშირ შემთხვევაში აი დედის ენერგიასთან არის ასოცირებული დედამიწის ენერგიასთან, როდესაც მოწყვეტილები ვართ ჩვენ თავს, ყველაფერს გარეთ გავცემთ ხვებს უკეთ, მაგრამ საკუთარ თავს უკან ტოვებთ, უკან ხევთ და ეს ამ ენერგიაში ვსწავლობთ საკუთარი თავის შეცნობას, დაფასებას, ჩვენი სურვილების დრო, საკუთარ სურვილს და საკუთარ თავს რო იცნობს, ხვებსაც უფრო კარგად ახდენ. თუნდაც დახმარებას გვერდში დგომას. და სავარაუდოდ თვით სიყვარულიც მაქედან მოდის, არა? კი, მაქედან შენი მოდის, საკუთარი კი. თავი თუ არ გიყვარს, სხვა ვერ გეყვარება. კი. ამისი ჩრდილი არის საწინააღმდეგო ენერგია, ამისი არის ინერციაში ყოფნა, საკუთარი თავის მიტოვება, აი გადაფოფინებული დედები რო არიან, რო საკუთარი თავი ჰიპერმზრუნველი. ხო, საკუთარი თავი აღარ აქვს, შეუძლიათ თელ დღე შიმშილონ და იმაზე არ ვსაუბრობ, რო ახლა არა, ჰიპერმზრუნველობაზე ვსაუბრობ, კი. რაც არ არის ჯანსაღი. კი. ბავშვსაც საკუთარი აზიანებ და თავის საკუთარ ხო, თავს. იმიტომ რომ შენი ჩვენიდან იწყება ყველაფერი. საკუთარი არის ორი რაღაც, არის ერთი კიდე როგორც მეორე არის არ ვლაპარაკობთ ნარცისიზმზე, ეს არის აქ საუბარი არის უბრალოდ დაბრუნება შენს აი პატარა ბავშვი რო იბადება, რაღაც ახალი პროექტი რო იბადება, ყვავილი რო იზრდება, ეს ენერგია, რაღაც შექმნის, შემოქმედებითი ენერგია არის ეს პირველი. რის შემდეგაც მოდის მამრობითი ენერგია, მეორეს ქვია სტაკატო, გამოხატვა უკვე შენი თავის სამყაროში, ურთიერთობების დამყარება, საზღვრების დაჭერა, საუბარი, შენი სრული გამოხატვა შენი თავის. და აი, როდესაც პირველ ენერგიაში ჩემ თავს ვიცნობ, მე რო შენთან სანამ შევალ ადამიანთან ურთიერთობაში, იმით განსხვავდება, როცა დაბალანსებულია ეს ორი ენერგია, რომ მე შემიძლია აღვიქვა სივრცე, ვიყო ფხიზლად, ვიყო ცნობიერად, სად ვარ მე, სად არის ის ადამიანი, მოусმინო პირველ რიგში საზღვრები კი, როდის დაიწყო საუბარი, როდის შეწყვიტო საუბარი, როდის და ამ პროცესში ხდება უფრო აუთენტურად არა, უფრო სწორად და ჩვენი ცენტრიდან, გულიდან გამოხატვა საუბარი, ზღვარის დაცვაც აღარ გიწევს აგრესიით, კონფლიქტით. ეს კონფლიქტური, აგრესიული ემოციური ინტელექტთან არის არა კავშირში პირდაპირ. კი, იმიტომ რომ ეს პირველი, რასაც საუბრობ, ეს პირველი რუკა რაც შექმნა, ვეძახით ტალღის რუკას waves მეფეს არის, რაღაცა ის სულთან დაახლოების კავშირი. როგორ დაუახლოვდეთ ჩვენს სულს ამ რუკით. მეორე არის ემოციური და მესამე კიდე ცოტაზე შევეხები, მაგრამ რეალურად თითო ამ ენერგიას ძალიან დიდი ფილოსოფია, თვითონ ამ პრაქტიკას უდევს დიდი ფილოსოფია, რომ აი მილიონ სხვანაირ ენაზე შეგიძლია ახსნა, ისაუბრო, ნებისმიერი თემა მოარგო და თითო ამ ენერგიის ჩაშლა შეგიძლია, რა ვიცი, უსაზღროთ. და ამიტომ აი ემოციურ იმაზე ზუსტად იმიტომ მოქმედებს, როდესაც ამისი დღეს რაც ხდება სამყაროში, მამრობითი ენერგიის დისბალანსი და აგრესია, კონტროლი დიქტატორებზეა საუბარი, ხო, ალბათ? დიქტატორებზე ხო, ძალაუფლება. ადამიანებს ერთმანეთთან ურთიერთობაში წეღან რაც ვახსენეთ, რაზეც დავიწყე თავიდან, ხო, საუბარი ის შეჯიბრი ხო, შეჯიბრი კონკურენცია, ძალაუფლება, ეს ყველაფერი მოდის აი ორი ენერგიების დისბალანსი, როდესაც ხდება, მაგრამ როდესაც მე ჩემ თავში მყარად ვარ, ჩემ თავს ვიცნობ, უკვე მე შენ ინტუიციურად გრძნობს ათხარ შენ გაძლევ იმის უნარს, რომ მოგცე საშუალება თქვა რა გამოხატო, ისე რომ სივრცე, მე როგორ გამოვხატო, სად არის ჩემი ადგილი და სად იწყება და სად მთავრდება. და რაღაც ეგოცენტრიზმში არ ხარ ჩავარდნილი, ყველაფერი მე და შენი. და ამავდროულად ძალიან მტკიცე და მყარი და ზედმეტ სიტყვებს არ ხმარობ, რომ შენი ზღვარი დაიცვა. ამბობ არას, როცა მართლა არას თქმა გინდა და კი, როცა და ხშირ შემთხვევაში ეგეც გვერევა. გვერიდებ, აუ ეხა მე რო იცი, კი ვთქვა, მე ეწყინება, მე ის ამას იფიქრებს, მე ეს გამოვალ და მთელი ისტორიებს ვაკეთებ. რეალობაში, აი მე არ მინდა თუნდაც სადღაცას წამოვიდეს. ხოთა შორის საქართველოში ძალიან
რთულია მაგ ზღვარის ძალიან დაცვა. ძლიერად ანუ სადაც გავიხედავ, ყველა ერთმანეთის წინაშე არის ვალდებული. და ძალიან დაშოკილი ვარ, დავიწყებული მქონდა ეგ რო არსებობდა და აი ძალიან წინა პლანზეა წამოსული. აი მე თუ დაღლილი ვარ და ცუდა თუ არ ნიშნავს რომ არ მოვალ შენთან ან არ წამოვალ სადმე, იმიტომ რომ მე შენ არ მიყვარხარ, ან პატივს არ გცემ. ანუ ეგ არის რომ მე შენ რო პატივს მე ჩემ თავს რო ვცემ პატივს და ჩემს ხელს რო დაღლილი ვარ, უბრალოდ არ მინდა. და მაქვს ამის საშუალება რომ გამოვხატო რომ არ მინდა და არ ნიშნავს რომ მეორე ადამიანს ეს აკნინებს ან რაღაც დაბალ საფეხურზე აყენებს ან შეურაცხყოფელია ან ანაკლებად მეგობარია. აი მსგავსი ცნობიერება არ არის ჩვენთან, ძალიან დაბალ დონეზე არის მაგ ხრივ და მაგის გათვლით ცნობიერება რომ პატივი ვცეთ ერთმანეთის სივრცეს. და ეს პატივისცემა ერთმანეთის სივრცეს გამოიხატება ზუსტად მაქედან. რამდენად ვსაუბრობთ, რამდენს ვაზიარებთ, რამდენს ვინახავთ ერთმანეთის პირადულს. თქვა ჩაგერთვები ჩემთან სტუმარმა თქვა რომ საზღვრები იმიტომ არ გვაქვს რომ ქვეყანასაც არ აქვს საზღვრები, ვინ გამობოდიალდება, შებოდიალდება, მცოცავი საზღვარი გვაქვს რეალურად, ხო ალბათ არის მაგაზე დამოკიდებული რაღაც ფსიქოლოგიური და კოლექტიური საზოგადოება ვართ და ძალიან რთულია მეგობარი როცა არის ჩვენთან და წმინდა რაღაცასო შეპირდები და შენ თუ ისე მოხდება რომ მართლა დაღლილი ხარ გადადებ ამ დაღლას და მიდიხარ იმიტომ რომ მეგობრობა უპირველეს ყოვლისა და ხო მე საკუთარ საჭიროებებზე უარს ამბობ. ხო, ანუ ძალიან რთულია ამისი ახსნა და ბალანსი. რომ მეგობარსაც არ აწყენინო. კი. თან დიდი სამეგობროები გვჩვევია ჩვენ ძირითადად საქართველოში და ბევრი ურთიერთობები. ეცი რა არის, აი კომპრომისი და გააჩნია სიტუაციასაც, ახლა მე არ ვლაპარაკობ ნებისმიერ სიტუაციაში, მაგრამ აი ყველა სიტუაციაში ვალდებულება არის, უდაკისრებული ყველა სიტუაციაში თითქოს ვიღაცა ვიღაცის წინაშე ვალშია, ვიღაცა ვიღაცის მიმართ რაღაცა მივხვდი და ანუ რეალურად არ ხდება. მე რა ვიცი, თუნდაც ურთიერთობებშიც ესეა, ჩემი პარტნიორმა რომ მითხრას, რომ არ მინდა თქვა აქ წამოვიდე, არა უშავს. მე ვცემ იმ ადამიანის სურვილს, პატივს, მის განწყობას, მის სადარი მომენტში. ანუ ყველაფერი ჩვენი თავიდან ეგ არის ზუსტად ნარცისიზმი, რომ ყველაფერი მოდის ჩვენი გვავიწყდება, რომ ჩვენ ვართ ეპიცენტრში და აი ყველაფერი ჩვენზეა აწყობილი. რეალურად არ არის ეგრე. იგივე არის ურთიერთობა შვილებთან, ბავშვებთან. რატო ვართ რეალურად უმეტესობა ტრამვირებულები, იმიტომ რომ ჩვენი სურვილები ბავშვობაშივე ჩაგვიკლეს. არ ხარ დაღლილი, ადექი წამოდი, რას ქვია არ ხარ დაღლილი, დაღლილია ბავშვი, ხო? კითხო რა უნდა, რა სურს, რისი სწავლა უნდა, რისი კეთება უნდა, ეს ურთიერთობები, იმიტომ რომ ძველად არ იცოდნენ ჩვენმა მშობლებმა, მაგრამ ზუსტად მაგია რომ მეგობრებთანაც, შვილთანაც, პარტნიორთანაც ეს ჰარმონიული ურთიერთობები ხდება, აი ზუსტად მაგ ორი ენერგიის გათვითცნობიერება, ამ დედრობითის და მამრობითის. ყველაფერი ამაზეა, მთელი სამყარო ამაზეა აწყობილი. ხო, ინი და იანი, ხო? სიბნელიდან წარმოიქმნა ყველაფერი, ხო? შავი ხვრელიდან წარმოიქმნა სამყარო. ყველაფერი არის აი ამ ორ კონტრასტულ ენერგიაზე აწყობილი დუალიზმზე და თუ ამის ბალანს როცა ვერ ხდება ჩვენში, რატო ვერ ხდება ეს? შეიძლება მენტალურად გავათვითცნობიეროთ, მაგრამ ხდება მომენტი, რომ ჩვენს სხეული არ მოყვება, ნერვული სისტემა არ მოყვება, იმიტომ რომ ეს ტრამვები და ბავშვობაში რო გითხრეს, რომ გაჩუმდი და გვერდზე გადი, ის სხეულში რომ ჩაიკეტე და რომ დაპატარავდი შინაგანად, ის დაპატარავება მოყვება წლები, მერე დასრულასაკში. სხეული იმახსოვრებს. კი. და აქედან გამომდინარე, იმიტოა სხეულებრივი პრაქტიკა, როდესაც სხეულში მოძრაობაში გადაგვაქვს ის ემოციები, ის ისტორიები, რაც მე შეიძლება სულ არ ვიცოდე შენ დღეს რა ემოციას უშვებ სხეულიდან. ხდება იმ ენერგიის გამოშვება და ტრანსფორმაცია, იმიტომ რომ ეს ჩაბლოკილი ენერგიები ეს ფაშიას, რასაც ვეძახით, ხო, რასაც ერთმანეთს აკავშირებს ეს სხვადასხვა თიშუებს, ანუ იბლოკება ენერგია, სუნთქვა აღარ მიჟანგბადი ციცისხლი, აი ყველაფერი ენერგეტიკულად არის ჩაბლოკილი და თუნდაც ჩვენი როგორ დავდივართ, როგორ მოძრაობთ. ხო, ანუ სხეულის მდგომარეობაც აისახება მაგ ისტორიებიდან, როგორ აი ხრებში მოხრილობა, გულმკერდის ჩაკეტილობა, ყველაფერი ეს როგორ დავდივართ. ანუ ამბობენ რომ როდესაც მოხრილი ხარ,
გული გაქვს ჩაკეტილი და ძალიან ბევრი წარსულის ისტორიებს ატარებ კი. ხო, ნუ სომატურად კითხვაზე ხო, ესე იგი დაბადებიდან ეხა დავფიქრდი ესეა, ბავშვს თუ გამოხატული ვთქვათ პრობლემა. ხო, ანუ სომატური პრაქტიკა რეალურად სომატიზმი ეგ არის, რომ ანუ სხეულში როგორ არის ეს ინტეგრირებული ეს მისი ცხოვრების ისტორიები და როგორ შეგვიძლია ამისი ახსნა და გახსნა. როგორ შეგვიძლია ამისი, მოდი, აი რო უცბად გადაგიყვან, ძალიან დამაინტერესა და აი როგორ ზუსტად მაგას შეიძლება გულის გახსნა. ხო, აი მაგაზია საუბრალი. აი რო ლაპარაკობდი პირველ რიგში, სხეულში არის მიმდინარე წრიული მოძრაობითი სუნთქვით ვიწყებთ პირველ რიგში. არის დედრობითი ენერგიის. კი, ანუ არის ცირკულაცია ხდება მთელ სხეულში, ანუ შესუნთქვა სუნთქვითან, რომელსაც ამ სუნთქვას უშვებს სხეულის ყველა ნაწილში და ფაქტურად ჩვენი სუნთქვა იწყებს რომ ამოძრაოს სხეული ცირკულაციას, ანუ მოძრაობს სუნთქვასთან ერთად, რომელიც არის, როგორც არის ესეთი სპირალისებული ენერგია, დედრობითი ენერგია, flowing-ი, მოძრაობაც ხდება სპირალისებული. და ყველა სხეულის ნაწილს, ანუ აქ არ არსებობს სწორი, არასწორი, ანუ ყველა სხეულის ნაწილს იწყებ მოძრაობას და გახსნას. ნახობს ალბათ, და გააყვხო ეს ხო რა. ანუ მოძრაობა მოდის შიგნიდან უფრო. ხო, მიყვები ამ ზავაბაც სასიამოვნო იქნება. მეორე, ანუ აი მამრობითში რო გადავდივართ, ხო, არის სუნთქვის ცეცხლის სუნთქვას ეძახიან fire breath. რომელსაც ანუ თუ ცირკულაცია ხდება შიგნით და გარედან, ანუ აქ არის ყველა ამოსუნთქვაზე უშვებ ენერგიას და უფრო ხაზობრივია, უფრო გეომეტრიულია, უფრო აი გამოხატული არის აი მამაკაცი ჩარჩო, ხო ეს მამაკაცი არ არის უფრო ანუ რასაც ვაპარაკობ დედრობით, მამრობით ეს უნივერსალური ენერგია, რომელიც ორივეშია, კალი არის, კალი აქვს ორივე ენერგია შეუძლია იყოს, ეს ცეცხლის ენერგია ანუ ორივე არის ანუ საოცრად საჭირო ნებისმიერში. კაცი რომელსაც დედრობითი სხეულთან არ აქვს ურთიერთობა, იმას არ შეუძლია მოსმენა, იმას არ შეუძლია ემპათია და ასე შემდეგ, ხო? და ქალს ასევე გადართული კაცის ენერგია, ხო? მოძრაობაში გამოიხატება უფრო გამოხატული მოძრაობები არის, აი როგორ სტაკატოს მუსიკალურ მასში ჟღერდება უფრო აი სადაც უფრო ეს კვეთრი არის ხო აი სადაც უფრო მეტი ბითია გულის ცემა ანუ გულის ცემასთან ერთად გამოხატულება და მე უკვე აი ამ მოძრაობაში არის რომ ზუსტად წეღა რო ვახსენე ამისი ჩრდილი რაც არის აგრესია, სიბრაზე, ამის საშუალებასაც გეძლევა, რომ იმ დაცულ სივრცეში გამოუშვა ეს დაგროვილი ენერგიები ჯანსაღად და არა თქვა სახლში ურთიერთობაში, ხო, იმ პრაქტიკაზე მოვდივარ და შეიძლება იყოს საშინელის მქონდეს, ვიყო ჩაჭედილი ინერციაში გაბრაზებული, იმიტომ რომ რეალურად მოწყვეტილი თუ ხარ ხო, შენ ამ რაღაც დედრულ ენერგიას, ქალურ ენერგიას გადაგდის მერე შენი თავის ეს სიბრაზეში რომ ვერ გამოხატავ შენ სათქმელს და გეძლევა საშუალება რომ მოძრაობის მეშვეობით არასით გამოუშვა სხეულიდან ის რაღაცა ჩაჭედილი დაგროვილი ენერგიები ბლოკები მესამე ენერგია არის ქაოსი რომელიც ამ ორი ერთმანეთში რო ერწყმება და ქაოსი არის ტრანსფორმაციის წყლის ენერგია როგორც მიწა არის პირველი ცეცხლი ეს არის წყლის ენერგია გონების ენერგია ტვინის ენერგია ეს ჩართული რო გვაქვს უფიქრები ანალიტიკური გონება გარედან მიღებული ინფორმაცია სხვისი ისტორიები სხვისი კრიტიკები სხვისი აზრები რწმენა წარმოდგენები დოგმები რელიგია საიდან ყველაფერი ეს რაც გვაქვს იმდენად ვართ ყველაფერს ვიწყებთ ანალიტიკური და ფიქრებში ვართ გაჭედილები რომ ვართ მოვქმედებთ აი ამის ზემოთ და ქვემოთ რა ხდება უკვე აღარავის აღარ აინტერესებს. ანუ აი ამ პირველი მეორის გამოღვიძება რომ ხდება მოძრაობაში აი ქაოსშიცა მუსიკა უკვე იწყებს უფრო ინტენსიურად არის გაშვება ყველანაირი კონტროლის და მინდობა ქაოსს, იმიტომ რომ ქაოსი არის ტრანსფორმაციული ენერგია, კი გვეშინია ყველას ამ ენერგიის, არის სიბნელესთან ასოცირდება, მაგრამ უნდა ეს არის ის, როცა დროა რაღაცა ძველი ჩამოიშალოს, რომ ახალი ენერგია, ჭიქა რო გაივსება წყლით და გადმოდის, ანუ უნდა დაცალო, რომ ახალი შეავსო, ხო? იგივე არის, ანუ და აი ანალოგი რომ მოვიტანო, აი
სერფერები რა, რომ სერფინგობენ ტალღას რო იჭერენ, ხო ეგ არის, ანუ მოსმენა ტალღის როდის მოდის, რო ზიხარ და უყურებ ტალღებს და ელოდები, ხო? ანუ ჩართული გაქვს ეს ცნობიერება. როგორ აწყობაში ხარ, ახლა წარმოვიდგინე. აბსოლუტურად ყველაზე მაგარი მედიტაციაა, რაც ოდესმე განმიცდია და მერე უკვე ტალღა რომ მოდის და უკვე იწყებ რომ უნდა შემოახტი ამ ტალღას, ეს არის მეორე, ხო, სტაკატოს ენერგია და ქაოსი არის აი ამ ტალღასთან უკვე სერფინგი, ხო, როგორ ენდობი იმ დიდ ტალღას, რომ მოედინება რწმენ, უკვე შენ ნდობა გაქვს, მყარად ხარ, ცენტრი გაქვს შენი და ბოლომდე ენდობი, რომ იცი, რომ ესეც გადაივლის და რომ ჩამოდიხარ ის სიხარულის განცდა, ხო, ის რაღაც ექსტაზური განცდა აქვს დარწმუნებული ვარ. არის აი ეს ლირიკა, რომელიც არის სინათლეში გადასვლა, აი ამ ქაოსიდან გამოსვლა, სადაც შემოდის შენი პატარა მეიღვიძებს, თან უფრო სითამამე, მხიარულება, ეს იდენტობის ჩამოშლა. აი რაზეც წეღან ვლაპარაკობდით, რომ ეს კოლაბორაცია ხდება მანდ. შემოქმედებითობა, ერთიანობა, ერთობა ხდება მანდ. როდესაც მე აღარ ვარ უკვე ამ ჩემი რაღაცებით დაბლოკილი და მე სამყაროსთან გამთლიანებული ხარ და უფრო ლაღი ხარ, უფრო ბედნიერი ხარ. მიმღები ხარ, თავისუფალი ხარ, აწმხოში ხარ და დაბალანსებული. აქ უკვე შემოძუსტად, აი როდესაც სხეული გონება, გული მუშაობს ერთად, მანდ იღვიძებს სული, იმიტომ რომ თუ გული სხეული გული და გონება ერთმანეთთან ჰარმონიაში არის, სულს არ აქვს ადგილი, რომ სადღაც შემოძვრეს და მოწყვეტილები ვართ, ამიტომ ჩვენ არს, ან ვართ გაჭედილები, ჩაკეტილები, ან გონებაში გაჭედილები, ან აი ამ არასაჭირო, ნეგატიურ, არასწორ ენერგიებში დაბლოკილი ვცხოვრობთ წლები. და ეს ცირკულაცია რომ მოხდა დაუბრუნდეთ აი ამ ჩვენ არს, არის ამას ჭირდება მუდმივი პრაქტიკა და მუდმივი როგორც ინფორმაციას ვიღებთ და ჩვენს ინტელექტს ვამაღლებთ გარედან შემოსული ინფორმაციით, ჩვენი შინაგანი სიბრძნეც რო გამოვაღვიძოთ და შინაგანი ცოდნა და საკუთარი გამოცდილებები აი ამ ცოდნასთან და რო შერწყმაში მოვიდეს, საჭიროა სხეულის ჩართვაც ამავდროულად. და მერე უკვე მესამე-მეხუთე რიტმი არის სიმშვიდე, stillness, ინტეგრაცია ხდება სიცარიელეში ხარ და სისავსეში ამავდროულად და აი მართლა რავი შენ თავში პოულობ იმ რაღაც ღვთიურ ენერგიას, აი უფრო მეტად მიმტევებელი ხდები, გამგები ხდები, ლმობიერი ხდები. ემპათიაც უფრო მეტი გაქვს ადამიანების მიმართ, სიყვარული, იმიტომ რომ გამოვლილი გაქვს უკვე იცი ეს გზა საიდან აქ როგორ მოხვედი და აი მანდ რომ უბრუნდები სულ მანდ პოულობთ ჩვენ ჭეშმარიტებას და აი მართლა რასაც თუნდაც იესო იძახდა რომ ღმერთი შენშიაო მანდ მაგ სიცარიელეში პოულობ იმ ღვთაებასთან კავშირს იმ რაღაც შინაგან სამშვინველი ხო არის სპირიტი და აი სამშვინველი რო შემოდის და რაღაცა ზეციურ და ზედაღაც არაამქვეყნიურ ინფორმაციას რო იღებ მაგ ეგ არის ეგ სივრცე ზუსტად. ხო და აი ამ თავარ რუკაში რაც არის ემოციური ჩადებული არის, აი რაც ბლოკავს არის შიში არის, სიბრაზე, წყენა, ეს რაც წუხარება აი პირველ სამ ენერგიაში და აი ამას რო გარდაუქმნით მერე უკვე შემოდის ეს სილაღე და ემპათია. ალბათ შიშს რო რწმენად გარდაქმნი, ხო? კი. ხო, სიბრაზე სიყვარულად და ასე შემდეგ. ტრანსფორმაცია. თუმცა ხო ისიც ვახსენოთ რომ ბრაზი საბაზისო ენერგიაა და არსებობს ჯანსაღი ბრაზი და გვჭირდება. აი რატო ვახსენე კალი, რატო ვახსენე კალის ენერგია ეგ არის რომ ანუ ზუსტად იცი რა გინდა, საიდან მოდიხარ, ეს კი არ მოდის შენი თავდაცვიდან, რომ მე შეშინებული ვარ და გაბრაზებული ვარ, ანუ შენს მყარად, რომ შენი სიმართლეა. დედის, აი, როცა დედობრიუდან, ხო, შენ შულს რო იცავ, ხო, დარწმუნებული რომ მოგიწიოს დაცვა, ანუ ეგ არის ჯანსაღი სიბრაზე, ჯანსაღი ზღვარი, როცა იტყვი უკვე რაღაცას შენ თავს თუნდაც აი ელემენტარულ მაგალითს მოვიყვან ხო აი რაღაც ურთიერთობებში არის ხო რაღაც ყოველთვის გვაქვს პერიოდი რომ ვთმობთ ჩვენ თავს კარგავთ აი ამ სიყვარულის მორევსში რომ გოგნია რომ აი მიყვარს და დაკარგავ და იქამდე კარგავ სანამ არ პოულობ შენ სიძლიერეს და შენ სიმყარეს საკუთარი თავის სიყვარულს რომ მე უშვებ ამ კალის ენერგიას რომ ეს არის ჩემი ზღვარი და ამის იქით აღარ უშვებ
ეს არის სიმტკიცე, ეგ არის სწორი ჯანსაღი სიბრაზე და არის მეორე ცეცხლმა შეიძლება გაგათბო, შეგვიძლია გადაწვას, ხო, ქალაქი. ან ეგ არის, რომ შეიძლება მე ჩემი სიბრაზით გადავანგრიო ახლა აქაურობა, მაგრამ შემიძლია პოზიციად გამოვხატო ისე, რომ უკვე ის საკმარისია მეორე ადამიანისთვის, რომ ოკეი. ხო, ბრაზი აუცილებელია ჯანსაღი. და ეგ არის ზუსტად ეს განსხეულებული პრაქტიკა გვეხმარება, რომ რა ისე თქმაც მინდა სხეულშიც განვასახია, რომ ჩემი მდგომარეობა სხეულის posture, როგორც არის ინგლისურად, გამოხატავს იმ არას, არ ჭირდება ხმამაღალი თქმა არასი, ან ახსნა განმარტებები, ან ეგ ზედმეტი სიტყვების ხმარება. ლაკონურად იგრძნობა შენ ენერგეტიკულად იგრძნობა და ენერგეტიკა და ეს frequency სიხშირე და ენერგეტიკა რომ შეიცვალოს ჩვენს ხელში და ჩვენს გარშემო ანუ ვიბრაცია უნდა ჩართული იყოს ყველაფერი ერთად და არა მარტო ტვინი და რაღაც ეს დაჭიმული ყელის ჩაკრა ანუ ყველაფერი ერთობლიობაში და ამ ყველაფერს სამწუხაროდ და საბედნიეროდ ასე ვიტყოდი, არის ის ერთი ის, რომ ხალხს გონიათ, რომ ერთხელ ორჯერ რაღაცა ხო აი გავბრწყინდები და ნამდვილად არ არის ეგრე, ეს არის პრაქტიკა, რომელსაც მუდმივად უბრუნდები, იმიტომ რომ ყველა ყოველ კვირა სხვადასხვა რაღაცას გავდივართ, ყოველ თვე, ყოველ წელს სხვადასხვა პერიოდები გვაქვს გარდაქმნის და თვითგანვითარების კი და ნუ რა მე ძალიან მეხმარება ეს პრაქტიკა იმიტომ ესე გულდადებით მიყვარს და ჩადებული მაქვს რამაც ჩემთვის ამავდროულად ძალიან დიდ შემოქმედებით ხარეს აღვიძებს, იმიტომ რომ მუსიკა არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი თერაპია ამ პრაქტიკაში. გარდა იმისა, რომ გიდირება ხდება პროცესის დროს, მუსიკა არის ანუ ღერძი, რომელიც ძალიან ცნობიერად იქმნება და ანუ ფაქტურად ნებისმიერი ხმა, ჟღერადობა იქნება თუ ეს თუ მელოდია, ყველა როგორ მოქმედებს ჩვენ ნერვულ სისტემაზე და მთელ მოგზაურობას ქმნი მუსიკით, რომ იმ ადამიანებს რა ემოცია გაუღვიძო, საწაიყვანო. ხო, რაღაც sound healing-იც არის, ხო? ანუ რეალურად sound journey არის იმ ხრივ, რომ მე რო ყოველ კვირა ვატარებ კლასს, მე მუსიკას ქმნი, სად მინდა რომ დღეს ეს ხალხი წავიყვანო და მუსიკას მიყავს ყველაფერი, თორემ მე იქ რას ვიტყვი სიტყვებს დამატებით. ეგ არის კიდე ცალკე, მაგრამ მუსიკა არის მთავარი. შეიძლება მე სულ სხვა რამე ვილაპარაკო და მუსიკამ სხვაგან წაიყვანოს და არ დაჭდეს. რაც ხო რეალურად ემოციას აღძრავს, ხო ფილმს რო უყურებ, იქ რაღაც 70% შეიძლება მუსიკა იყოს იმ შენი ემოციების გასახურებელი. მუსიკის გარეშე რო უყურებ, შეიძლება სულ არ იყოს ეგეთი ამაღელვებელი. დღევანდელ დროში მონტაჟის დროს მინახავს და მან დაგვიკვი, რამდენად მნიშვნელოვანია მუსიკის. კი და დღეს არის მუსიკის თერაპიად შემოვიდა უკვე ძალიან ცნობილია ბევრ ქვეყნებში, ანუ რეალურად ჩვეულებრივად ყველაფერი მუსიკა, ყველაფერი სამყაროს საუნდისგან არის ხო შექმნილი და ვიბრაციისგან როგორც წეღან ვახსენეთ და ამავდროულად აი ამ გზამ გამიხსნა DJ-ობისკენაც გზა, იმიტომ რომ თუნდაც იქაც როდესაც ვდგავარ, ანუ ის მაგალითი ყოველთვის არის ჩემთან, იმიტომ რომ მე ამას ჩემთვის იმდენად რა ვიცი, ძალიან ჩემი გახდა, რომ შეიძლება რომ მუსიკით წაიყვანო ის ხალხი მოგზაურობაში, სულ არ იყოს 5 რიტმზე მოსული, იყოს ფართიზე მოსული, მაგრამ ის გარემო და ის მუსიკალური მოგზაურობა შეუქმნა, რომ რეალურად ეგ არის და ეგეც მიხარია, რომ დღევანდელ დროში ეგეც იცვლება, რომ ძალიან ბევრი ცნობილი და ნორმალური არტისტები უკვე მიდიან იქამდე, რომ როგორი ნარკოტიკი და ალკოჰოლი, როგორ დაბალ ვიბრაციაში გვაგდებს, როგორ წყვიტავს ჩვენ თავს და ძალიან მომძლავრებულია დღევანდელ დროში ეს ფხიზელი გართობა. რეალურად რატო არის, ხო? იმისთვის არის იკრიბება ხალხი მუსიკის ქვეშ და ცეკვავს და მუსიკას უსმენს, რომ კომუნე შეიქმნას, ერთიანობა შეიქმნას, მე თუ შენ თუ იქ და რეალურად რა მოხდა? ადამიანები რო საკუთარ თავში არიან ჩაკეტილები, ხო? ეშინიათ კონტაქტის, ეშინიათ ურთიერთობის ნარკოტიკი და ალკოჰოლი არის გაქცევა რეალობიდან სამწუხაროდ ხდება, რაც მოასაც მოგზან ძიმე და ბნელი ენერგიები.
სიხშირეები და ნუ რა ვიცი, ძალიან ბევრი ადგილია. მაგრამ მე რეივი რეალურად ელექტრონულ მუსიკას გააჩნია, ზოგი ისეთი მძიმეა, რომ მან ფხიზელი ვერ შეხვალ, იმიტომ რომ თავისთავად უკვე დაბალ ვიბრაციაში. უკვე დაბალ ვიბრაციაში არის. ამიტომ ახსენე წეღან, რომ მუსიკას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა ჩვენ ნერვულ სისტემაზე. გავლენა აქვს. ხო, აი ხა რაღაც დონეზე შესწავლილი მაქვს neuroscience of music და როგორ ყველა ჟღერადობა, რას აი ხა რო ჩაგირთო მე შენ რაღაცა მეტალიკა რაღაც darkman ის რო გაგდებს გინდა არ გინდა გაგდებს მაგაში რაც ეხა რო ალბათ ეს არის ხო იმიტომ რომ მუსიკას აქვს თავის გავლენას სხეულს ხო კი ხო იმიტომ რომ ისიც ხო იმ მომენტში ეს მუსიკოსის თავის შინაგან იმას გამოხატავს ხო ის შექმნილია იმისთვის ამიტომ რეალურად ეხა უკვე ბიზნესის გახდა ეგეც არის მაგრამ დღესდღეობით უკვე ბიზნესი გახდა იქიდან გამომდინარე რომ სოციუმი რა მოთხოვნა არის რა მოთხოვნა სოციუმი რას ითხოვს როდესაც ქვეყანაში არის მძიმე მდგომარეობა და ელექტრონული კლუბი ძირითადად ითხოვს ნარკოტიკს და ელექტრონულ მუსიკას ყველგან არა რა თქმა უნდა მაგრამ ძირითადად ითხოვენ იმიტომ რომ კოლექტიურად ხალხი სად არის მომხმარებელი ვინ არის რამდენი ადამიანი შემოდის იქ ვინცაც ეგ აინტერესებს და უკვე რატო ვახსენეთ კომერციული იმიტომ რომ მე რო ხედავ რომ 100 ადამიანი მოდის ვინც ამის მომხმარებელია და ამას ეს მოწოს მე რო გავყიდო ეს არის მარკეტზე ეს მაგრამ რეალურად იქ რამდენი ადამიანი არის იმის იქით ვისაც შეიძლება სხვა იმითი მოდიოდეს ამიტომა რომ დღეს უკვე ეს იცვლება ძალიან დიდი ცვლილებები ხდება ამერიკაშიც, ევროპაშიც, რა ვიცი, აი, ჩემს გარშემო ვინც ყავს ყველაზე ძალიან ბევრი არტისტები და დიჯეები ყავს მეგობრები, იმიტომ რომ 20 წელია მაგ სფეროში ვართ Burning Man-ის community-ში ცალკე და ანუ ძალიან დიდი ცვლილებები ხდება და ანუ ხდება უფრო მუსიკალური უფრო ხდება იმისთვის, რომ ადამიანი მომსვლელმა მუსიკა აღიქვას, ეს გახდეს თერაპიული მისთვის, რომ არ გჭირდება ნარკოტიკი, რომ შენ აი იმ ექსტაში მოხდა 5 რიტმის პრაქტიკას მიყავ ხარ, ანუ მედიტაციურ პრაქტიკაზე ვლაპარაკობთ, ხო წეღან? აბსოლუტურ ტრანსში გაყავ ხარ, აბსოლუტურ ექსტაში გაყავ ხარ და ხალხი ამას რო ხვდება, რომ თურმე არ გჭირდება არაფერი, რომ შენი ეს რეალურად ნარკოტიკი რასაკეთებს იმ ეგოს ახშობს და ფიქრებს გიჩერებს, ტკივილს და უბრალოდ ის იწევს მე ხა ბევრ ადამიანს გადაუმუშავებელი ვისაც აქვს იქ ბევრი ჭრილი მოდის და სიბნელე მოდის მაგაზე არ მივდივართ მაგრამ ზუსტად ეგ არის რომ როცა ხვდები რომ არ გჭირდება ზედმეტი გარე დანამატი რომ შენ თავში იპოვო შენი თავი ხვდები და მუსიკაც მაგის რეალურად მაგას აკეთებს თუ შენ იმ მუსიკას მოусმენ და სწორად გამართული სეტი სწორად გამართული ჟღერადობა შეუძლია წაგიყვანოს იმ მოგზაურობაში და ზუსტად აი მაგის ნიადაგზე ხდება რომ იქ მისვლელი ადამიანები ერთმანეთს ეგ სიყვარული იღვიძებს მაღალი ვიბრაცია იღვიძებს და ცეკვის დროს და მუსიკაში და ცეკვაში ხალხი უფრო მეტ კავშირს პოულობს და არა პირიქით უკუჩვენებას რომ რაღაც მოწყვეტილობას და განცალკევებას და განდეგილობას. მაგი ვახსენე რომ ძველად ანუ შამანები და ისინი ფაქტიურად ცეკვა იყო კომუნიკაცია ღმერთთან, ლოცვის და მუსიკაც. რაც დავკარგეთ რეალურად და გადავუქმენით რაღაცა ქაოსში. რა, ისე არ ეძახდნენ. კი. ხო? ეს რაღაც ბუნებრივი მოძრაობები და არა დასწავლილი. კი. ხო. და მაგია და მაგის საფუძველზე არის ერთ-ერთი კიდე რაზეც აი ამ ფესტივალს ქმნით ამ ერთობის ფესტივალს. როდის გაქვთ? 25-26 ივლისს და ესეთი ფესტივალები სად ტარდება? აი მაგალითად ტულუმში არის ხო? ტულუმში ძალიან ბევრია, რა ვიცი, ნიუ-იორკშიც ძალიან ბევრია, იბიცაზეც ბევრი არის, უბრალოდ როგორც ვახსენე, ანუ ბევრ ადგილები ჯერ ისე დღის არის თუ ღამის თუ მთელი? ორდღიანი ფესტივალია, დღისით არის wellness აქტივობები და workshop-ები და talk-ები და საღამოს 9-დან დილის 9-მდე არის DJ line-up-ია, როდა ჩამოდიან ჩვენი უცხოელი საერთაშორისო არტისტები და რა ვიცით, ვინც ჩამოდიან თვითონ ძალიან ცნობიერი და ძალიან ესეთი ხალხი არიან, მუსიკოსები, რომლებიც არაერთ Burning Man-დან დაწყებული, არაერთ ფესტივალზე და არაერთ ივენტზე და ტურზე არიან, მაგრამ კიდევ ერთხელ ვიძახი, რომ ეს სიბნელე, ჩაკეტილობა და ერთმანეთთან
კავშირის უკუჩვენება რო ხდება, დაკარგვა რო ხდება, მე მაგიტო ძალიან ბევრ მიუხედავთ იმისა, რომ DJ ვარ, ბევრ ადგილებში არ უკრავ, ბევრ ადგილებში არ დავდივარ იმის გამო, რომ მე იქ არ მივდივარ იმისთვის, რომ კონცეპტუალურად ეწინააღმდეგება შენს ხო, ანუ ტულუმშიც იმიტომ მიყვარს ის შეხვედრების ივენთები და ფესტივალები და იქ ყოველ დღე რაღაცა ხდება, პატარა Burning Man-ია, მაგრამ იმიტომ არ მინდის ხალხი, რომ უბრალოდ ანუ კავშირი დაამყარო, როგორც მიდიხარ და რესტორანში ზიან ან ბარში ზიან, სხვაგან იქ მიდიან, რომ მუსიკას მოუსმენ, თან სოციალიზაცია მოხდეს. ხო, ერთმანეთს ესაუბრებენ, იდეები იბადება, ერთობლიობის რაღაც შემოქმედებითი მხარეები იბადება. ზუსტად ეგ გვინდა, რომ ამ ერთობაზეც ვინც კი volunteer ჯგუფი ვინც ყავს, დამხმარები ვინც ყავს, ყველა იღებს იგივე მონაწილეობას, მოხალისეებით დებენ იგივე ენერგიას და ძალისხმევას იმ ფესტივალის შექმნაში, როგორც ჩვენ თვითოული და ეგ ტენდენციაც რო არ არის, რომ ერთი ადამიანის კოლექტიური ერთობლივი შექმნილი უნდა იყოს, ფესტივალსაც იმიტომ ქვია ერთობა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს თუ რაღაც იქნება ჰაბი ყოველ წელს ზაფხულში, რომ ხიდი გაება საქართველოს და ჩვენს უცხოელ მეგობრებს და არტისტებს შორის, რომ გახდეს ის ერთი ეპიცენტრი, რომ ყოველ ზაფხულს ტარდებოდეს ჯანსაღი შემოქმედებითი, შემეცნებითი და გასართობი ფესტივალი, სადაც ხალხი დადებითი და დამუხტული და შევსებული და არა გამოფიტული, რომ მეორე დღეს არ ახსოვთ რა მოხდა. ძალიან საინტერესო და მნიშვნელოვანი ამბავი გააჟღერე შენ. და რომ თუ აინტერესებს მაყურებელს, თქვათ როგორ უნდა მოხვდნენ. რა ვიცი, beta event production-ი არის ჩვენ. ხო, ანუ დავურთოთ ხო ლინკი? კი, შეგვიძლია ლინკი დავურთოთ და ერთობა ქვია ფესტივალს, რომ დასერჩონ, უკვე დადებულია სოციალურ ქსელებში. ჩამოვთვალოთ მოდი თავიდან ეს ხუთი ენერგია, რომ მაყურებელმა რაღაცნაირად შეკრას, ანუ რაზე ვისაუბროთ. Flowing-ი არის მდედრობითი ენერგია, საკუთარ თავთან კავშირი, სტაკატო არის ცეცხლის ენერგია, გულის ენერგია, სამყაროსთან კავშირი, ადამიანებთან ურთიერთობა, ქაოსი არის ეს გარდაქმნა ამ ორი ენერგიის, აი ამ წარსულის გონების, ფიქრების და ტრამვების და ტკივილების, რომელსაც მივყავართ ახალ ენერგიაში, თავისუფლებაში და სილაღეში, ეს არის ლირიკა, რასაც ვეძახით, lyrical ქვია ამ ენერგია, სულის ენერგია, ჩვენი არსის ენერგია, შემოქმედებითი ენერგია, რომელიც მთავრდება სიმშვიდით, stillness-ით, ბოლო ენერგია, სადაც სამშვინველი შემოდის, ეს სუნთქვა და სპირიტი, რომელსაც ეს ამთლიანებს აი ამ ყველას ჰარმონიაში მოყავს, სადაც აბსოლუტური მედიტაცია, მთლიანობაში მედიტაცია, მაგრამ რო ვიძახით, რომ ვჯდებით, რომ გონება გავაჩეროთ, იქ უკვე აღარ გჭირდება გონების გაჩერება, უბრალოდ ბუნებრივად ხარ, მდგომარეობა არის უკვე ის და გახსნილი გაქვს ის რაღაცა ჩიტის თვალს რო ვეძახით, რომ ჰორიზონტი უფრო შორს დავინახოთ, დიდი სურათი დავინახოთ და ინტეგრირებული ხარ და ყველაფერი გამოვლილი გაქვს უკვე და იცი თუ რა არის ის, როგორ მოხვიდი აქამდე და სხვა ადამიანისაც უხმოდ გესმის. აი ეს ნატიფი ხდები უფრო, ხო? ნატიფი ხდები და ეს ემპათია, compassion-იც იღვიძებს ბუნებრივად ჩვენში. თანაგრძნობის უნარი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, რაც გვტოვებს ჩვენ ადამიანებად, არა? კი. ტატა, აი მაგალითად მაყურებელს შეიძლება აინტერესებდეს, რომ მოვიდეს ამ პრაქტიკას და მეც მაინტერესებს, აი რას უნდა ველოდოთ დაახლოებით სტრუქტურას მივხვდი, მაგრამ აი რას ვაკეთებთ? ცეკვავთ? პირველ რიგში ვცეკვავთ. ოღონდ ცეკვა არ და ყოლია ისეთი ადამიანები, ვისაც არასდროს არ უცეკვი. ახლა საქართველოში ძირითადად კაცები არ ცეკვავენ. ძალიან ბევრი და ცხეული აქვთ რაღაცნაირად, არ ვიცი, გაყინული. კი, ძალიან ბევრი არის ეგეთი, ყველგან არის ეგეთი ადამიანი. ისედაც ვიცი, რომ პირიქით აი სუცეკვ ივენთებზე დადიან და მანდ რომ მოდიან ცოტა რაღაცა ისე აი ეგ არის ძალიან საინტერესო. რატო? იმიტომ რომ როგორც წეღარ მახსენე პირველ რიგში არის ფხიზელი გარემო, სადაც ადამიანები აძლევენ სრულ თავისუფლებას თვით გამოხატვის და არ არის ეს პერფორმანსი, არ არის რომ ემიტო ცეკვა რო აი ვიღაცამ დაგინახოს, არავინ ერთმანეთს არ უყურებს, არავინ ერთმანეთს არ აკრიტიკებს, ყველა თავის მოგზაურობაშია. ყველა მოძრაობს იმის მიხედვით თუ როგორც უნდა რომ იმოძრაოს და როგორც ხეული კარნახობს
და ფხიზლად. ეს არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია. ძალიან ეს ბნელ კლუბებშიც იგივე არ არის, იმიტომ არის სიბნელე, რომ ადამიანმა ხო, და თავისუფლად ის ადამიანები, ვინც ბნელ კლუბებში დადიან, ისინი რომ მოდიან და ცეკვას. ალკოჰოლის ქვეშ ხო, ანუ ხედავენ უცებ რაღაც, ანუ ძალიან ესეთი არის დამდგუნველია ბევრისთვის. და ამ პროცესში ხდება ემოციური გამოხატვა ზოგი ტირის, მოგმაშველება რაღაცა ემოცია გამოუშვას, ანუ ის გარემო, ის სივრცე სტუდიაში, სადაც ვქმნით, რავი, ჩემთვის ხდება ჯგუფი არის, ჯგუფური არის, სადაც ძალიან წმინდა გარემო იქმნება და საუბარი ლაპარაკი ტელეფონები, ანუ როგორც შედიხარ ნებისმიერ სხვა პრაქტიკაზე, იოგაზე და ასე შემდეგ, ანუ მსგავსი რაღაცები არაფერი შიგნით არ ხდება. საქართველოში ტელეფონები იოგაზე შეაქვთ, ამიტომ. ჩემთან არანაირი ტელეფონი არ დაიშვება, ყველა ტოვებს გარეთ, ძალიან მკაცრად და ძალიან მტკიცე თუ არ მაგაში, იმიტომ რომ ჩემთვის არის ის სივრცე, სადაც ის სამშვენველი შემოდის და მე იმ მომენტში რომ გიდირებას ვაკეთებ, მე არ ვარ მისი ჯიმის ინსტრუქტორი, დაწერილი ტექსტი საუბრობ და იმ მომენტში ვუკავშირდები იმ რაღაცა ენერგიას და იმ მომენტში იმ ველში ვარ და იმ ველიდან გამომდინარე რაც ჩემს წინ ხდება სივრცეში იქიდან გამომდინარე მიმყავს გიდირებაც და ეს გარედან ტექნოლოგიების საუბრები ეს ყველაფერი მაგდებს ამ პროცესიდან არღვევს ამ ენერგიას და ხელს უშლის არა მარტო მე ყველა იქ დამსწრე ადამიანს ველს არღვევს და როგორც წეღან ვახსენე იქ მოსული ადამიანი არის მოწყვლადი. ის ადამიანი უშვებს ამ თავის შინაგან სამყაროში, არ დგას, არ საუბრობს ამაზე, მაგრამ ემოციით, მოძრაობით გამოხატავს იმ თავის ტკივილს, როდესაც შენ მეორე მდგომი ადამიანი უბრალოდ სხვაგან ხარ და გინდა დაარღვიო ამის სივრცე, ამის საშუალება არ იქნება. ამიტომ პირიქით მხარდაჭერა ჭირდება მოწყვლად ადამიანს და დაცული სივრცე. კი, და ეს ამ დაცულ სივრცეს და გარემოს ყველა ერთად ვქმნით. ეს არ არის მარტო ჩემი ვალდებულება, ყველას ვალდებულება არის. რამდენი კაციანი ჯგუფებია? გაჩნია ზოგჯერ 5, 10, 20, 30. ხა ნიუ-იორკში 50 და 100 კაცი დადის ყოველ კვირა, ანუ ყველაზე ისეთი არის და ჩვენთან ჯერ კიდე მაგისი პრაქტიკა რომ ეს სუია რომ ცოტა ნაკლებად არის. ცნობიერებაც არ არის, ხა მაგალითად კონკრეტულად ამ 5 რიტმის შესახებ მე შენგან გავიგე, თუმცა თქვათ რაღაც სხვადასხვა პრაქტიკები უკვე ტარდება საქართველოში. თქვათ ოშოს ცეკვები არის. იცი რა, ყველაფერი ტარდება, მაგრამ აი ეს ხო, სისტემატიურობა არ არის. ერთადერთი სისტემატიური ადამიანი. როგორც ვარჯიშზე დადიხარ, ხო, კვირაში 3-ჯერ და ან თქვათ ფსიქოლოგთან კვირაში ერთხელ, რომ ეს პრაქტიკები ატარო რაღაცა სისტემატიურად. იგივენაირად უნდა იარო ამ პრაქტიკაზე რომ შედეგი. მაგრამ შენ რო არ ხარ საქართველოში, ვინ წარ სულ აქავა 2 წელიწადნახევარი აქავა და სადატარებ ამ პრაქტიკას. ჯერ მე-6 გიმნაზიაში მქონდა და ეხა ვქირაო პილატეს მე-6 გიმნაზია რომელი ბევრია? სოლოლაკში რო არის. მან ლამაზი ქალთა სკოლა. ადრე მქონდა მან და ეხა ვარ თბილისი პილატეს სტუდია როა კოსტავაზე. მან დუარე ხა ძალიან ლამაზი სტუდიო არის. აი ეს სხვადასხვა ადგილებშიც შენი სივრცეშიც ვატარებდი ხოლმე, ხა რითრიტი გქონდა ტულუმში. ხო, შენში არის რაღაცები. და ანუ სისტემატიურად გაქვს სიტყვა და მე რომ მომინდეს. აჰა. ყოველ კვირა ან კვირა გამოშვებით გააჩნია ჯგუფები როგორ დგება ხოლმე. და აი რა მაინტერესებს თქვათ, უკვე არსებობს რაღაც ჯგუფი. მე ამ ჯგუფში შემიძლია შემოვიდე თუ ის ადამიანები უკვე წინ არიან ჩემს. არა, მნიშვნელობა. ყოველი ნებისმიერ, არა, ესე არ არის რომ რაღაც დამწყები ყველა სულ. და აი რაღაც კონკრეტული თემა არის ხოლმე? ხო, ანუ ყოველ კვირა რაღაცაზე მუშაობ. ან ხო, როგორ არის იცი? და ვინ არის ადამიანი თვითონ? აი მე რომ მივდივარ და იმხედავ, თქვათ აი ამ კვირა სიტყვაზე ვიძახი, რა ხდება მაგალითი რომ მოვიყვანო ქაოსი რო ხდებოდა ქალაქში და რაღაც ყველა იყო რაღაც საშინელ ენერგიებში იმ კონკრეტულად არანაირი კონკრეტული მიმართულება უბრალოდ იმ ხედავთ რომ არის მომძლავრებული დაძაბული ენერგია და როგორ გაშფოთი როგორ გამოუშვათ ეს შფოთი სხეულიდან აი დღეს მივდივარ მაგალითად და მე პირადად ჩემ ცხოვრებაში რაღაცა ხდება და ძალიან ხშირად მიმაქვს ეს ჩემი პირადი რასაც გადამაგდავ დეფაი ამ რუკაში და ძალიან ბევრი მომსვლელი ადამიანი მეც მანდო არ უცებ ხდება ეს რაღაც რეზონირებს ისე გრამ საოცრება არის არა რომ ხშირ შემთხვევაში
აი რაღაც კონკრეტული მისიით მისული ადამიანი იმ ადგილას, აი ნუ რეზონანსში ვართ ერთმანეთთან. კი, და ეგ არის ზუსტად მაგ ხდება განკურნება, რომ ხვდები რომ მარტო არ ახარ იმ მომენტში რა. ჯგუფები ძალიან მაგრამ მუშაობს მაგით. ძალიან მაგრამ მუშაობს, რაღაც ონლაინ ჯგუფები მყავს კიდე საერთაშორისო ძალიან ბევრი და აი კაკრას ხა 2 დღის წინ ეგ იყო, რაღაც ხდებოდა დაძაბული ვიყავი და ჩართვა მქონდა ამათთან და რომ ჩავერთეთ და ნუ ბოლოში ხდება ხოლმე გაზიარება. სულ ყველამ გააზიარა ის, სადაც მე ვიყავი, სანამ მე გავაზიარებდი და რაღაცა იმხელა რეზონირება მოხდა, რომ რაღაც ერთი 10 ქალი ვიჯექით და ვტიროდით, იმიტომ რომ აი რაღაცა ეს რაღაცა იმ ქალური, რაღაცა ენერგია, რაც ყველას გვაქვს ჩვენი რაღაცა სენსიტივობა, როგორ გარე და ექსტერნალ გარე ენერგიები ფაქტორებზე როგორ მოქმედებს და უცებ ხდება, რომ ყველა იმ კოლექტიურად ერთ იმაში ვართ და აი განცალკევების შეგრძნებას და იზოლაციას გიხსნის, იმიტომ რომ განკურნება და ზრდა ხდება კოლექტივში და არა იზოლაციაში რა და აი ამის გათვითცნობიერება, რომ ეს კოლექტიური მნიშვნელოვანია, რომ ეს კოლექტიური ცნობიერება გაიზარდოს, უნდა მეტი და მეტი ესეთი შეხვედრები იქნება ფესტივალი, იქნება ივენთი, იქნება თუ სულიერი პრაქტიკა იქნება. ან თუნდაც ძალიან დიდი ხანი ვეცადე, ქალების სივრცე ჩამოვაყალიბა და მაგანაც დიდად არ იმუშავა. ანუ არის რაღაცები იწყება, მაგრამ ბოლომდე აი გვიჭირს მაინც ძალიან. ზოგადად მე მგონი ქართველებს ძალიან გვიჭირს ერთი და იგივე სკეთება. ძალიან ემოციური ხალხი ვართ. ხო, შეიძლება არის მაგაში რაღაც. ან შეიძლება ახალი დაწყებულია საქართველოში, პრინციპში ეხა შემოვიდა, ხო? სიტყვა რითრითი რა იყო, ან ტრანსფორმაცია ეხა ყველგან რომ ეს სიტყვა ტრიალებს და მე რაღაც რა ვიცი, ადამიანები ღიზიანდებიან ხშირ შემთხვევაში. ხო, ნუ იმიტომ რომ უკვე გაფუჭებული აქვს ის მნიშვნელობა, დანიშნულება და რა ვიცი, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ჩვენ ადამიანებთან გვაქვს შეხება და აი რო დავიწყე 5 რიტმის ტრეინინგი და რო ვთქვი რომ 3 წელი უნდა გავიარო ტრეინინგი და მანამდე კიდევ ერთი მთლიანობაში 5 წელი დამჭირდა რომ ამ ვორქშოპებზე მევლო მთელი მსოფლიო მასშტაბით მომევლო რომ ეს კრედიტები დამეგროვებინა, აუ რამდენი ხანი რა ხდრა უბედურება და ზუსტად ეგ არის რომ იმ პროცესში შენ სწავლობ და ეს ტენდენცია რომ მე 5 პრაქტიკას დავესწარი და ეხლა მოდი წავალ და კოუჩი გავხდები ცოტა ძალიან უპასუხისმგებლო და ეროგანტული გასაქციელია, იმიტომ რომ აქ ადამიანებთან გაქვს შეხება. და მე გაღიზიანება არის რომ ყველა კოუჩია. რა თქმა უნდა, ეგ იწვევს. არა და რეალურად კოუჩინგს მე ვსწავლობ და ძალიან კიდე გრძელი გზა მაქვს იმისთვის რომ დავირქვა ხო, და მაგას ვიძახი, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის ეგ რა და სწორად თუ მიდიხარ, მოკლედ არ დააზიანებ არავის. კი, და რაც შეეხება რიტრიტებს, ხო, ეხლა ძალიან გარდა ამისა, რომ კიდე ამ ტრეინინგებზე დავდიოდი, ამ რიტრიტებზეც პროდაქშენზე ვეხმარებოდი, ვორქშოპების პროდაქშენზე ვეხმარებოდი, ამ პროცესსაც სწავლობ. ეხლა ერთი თვის წინ 2 თვე გავიდა, 2 თვის წინ ვიყავით ტულუმში, მექსიკაში, ამ შენი სივრცესთან ერთად გავაკეთეთ რიტრიტი და ძალიან ბევრი ქართველები იყვნენ და ზუსტად ეგ არის, რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია დაცული სივრცის შექმნა და დაცული სივრცე იქმნება სტაკატო იმ რაღაც სტრუქტურით. შენ თუ სტრუქტურა არა გაქვს, შენ თუ არ დაიცავი ზღვარი, აი ვიღაცა ტელეფონი შემოიტა, ამითი შეიძლება პატარა წვრილმანმა მოახდინოს დიდი ქაოსი და დიდი ტრამვა ვიღაცის ემოციურ მდგომარეობაზე. დაცული სივრცე რა არის? რო ავხსნათ, რას ნიშნავს დაცული სივრცე? ეგ არის, რომ უნდა ისე შექმნა კონსტრუქციულად ისე მოაწყო ეს ყველაფერი, რომ ის სიწმინდე, პატივისცემა და ზღვარი იყოს დაცული და მე ამაზე უკვე ის რომ სტრუქტურა შექმნილია სწორად, სწორ სტრუქტურაში სწორად მიმდინარეობს პროცესებიც და ამ ყველაფერს სჭირდება გამოცდილება. სურვილი კარგია, მაგრამ თუ გამოცდილება და ცოდნა არა გაქვს, ფიზიკურად არ იცი და ვერ იზამ. ფსიქოლოგის ძალიან ბევრი ახ გამახსენდა მაგალითად, ძალიან მარტივად ხდებიან ფსიქოლოგები სულ არ გადიან იმ რაღაც 4 წლიან თერაპიას თავად, იმიტომ რომ მე ესე ვიცოდი კი არა და ეს ინფორმაცია მაქვს, რომ როდესაც ფსიქოლოგი ხარ, შენ
შენ თუ გინდა რომ თერაპია ჩაუტარო სხვას, მაგ შემთხვევაში 4 წელი უნდა გაიარო შენ თვითონ თერაპიული პრაქტიკა და მერე ლიცენზია აიღო და საქართველოში არ არის ეს რეალურად და ხო მაგასო მაგიტო ეხა რო არის ზოგადად ლაპარაკი რომ ყველა კოუჩია, მაშინ ყველა ფსიქოლოგია. ესე რო ავიღოთ რეალურად რა, იმიტომ რომ ძალიან სამწუხაროა მოკლედ რომ ეს არ არის დაცული. თუმცა არსებობს ეს აკრედიტაცია ფსიქოლოგებისაც და ასევე კოუჩების აკრედიტაციაც არსებობს ეს ICF-ი. ხო და ალბათ ნუ რაღაცა მივალთ მაგამდეც. ხო, გზა არის, რომ ახალია რაღაცა ყოველთვის ხო, ისეთ ქაოტურად არის, მაგრამ ქაოტურია და დროთა განმავლობაში რაც ფორმას მიიღებს და вообще კოლექტურად ყველგან არის, უბრალოდ ჩვენი პატარა ქალაქია და ჩანს, უფრო მეტი ჩანს. არა, მე მგონია რომ მაინც პოლიტიკამდეც მივალთ ახლა რომ ჩავშალოთ უბრალოდ ახლა ეს არ არის ჩვენი თემა. ყველაფერი მე უფრო დავიწყო ძალიან ჩემი მოსაზრებაა რომ თითოეულ ადამიანმა ჩვენს ქვეყანაში უნდა ვეცადოთ ჩვენი თავის ცნობიერების გაზრდა ერთმანეთში და რაცაც ვახსენე თუ ჩვენ არ შეცვლით საკუთარ ცნობიერებას ყველგან ეგრეა, მაგრამ განსაკუთრებით ჩვენ ქვეყანაში რო ვაკვირდები ძალიან ბევრი რაღაცები რაც 25 წლის წინ ჩემ ბავშვობაში რაც დავტოვე თბილისი ისევ ისეა. იგივე თემებზეა ლაპარაკი, იგივე პრობლემებზეა საუბარი, იგივე პატერნებია და ჩემთვის ძალიან საინტერესო არის, იმიტომ რომ უცებ დაუბრუნდი რაღაც რეალობაში, რაც უბრალოდ დიდი ხანია ჩემ რეალობაში არ ყოფილა და გასაოცარია და რომ ვაკვირდები რატო ეგ არის და ყოველთვის გვექნება გარეთ ძიება, ღთითების შვერა, ჩვენი ყველაფერია ჩვენი კულტურის და ჩვენი საზოგადოების ნაწილი, ჩვენივე შექმნილი, ჩვენივე манифестацიის ნაწილი რა და აქედან გამომდინარე თუ ჩვენ არ ვეცადეთ რომ ჩვენ საკუთარ ეგოზე არ ვიმუშავეთ უფრო მობიერები მოწყობები და ცნობის მოყარეები გავხდებით ახლის მიმართ, სიახლის მიმართ და არა პრაგმატულები უფრო და უფრო ეს ენერგიაც კოლექტიურად შეიცვლება. მაგრამ პირიქით გარედან შიგნით არ ხდება. Only way out is through the body. ანუ გაბრიელის გამონათქვამია და მართლა ეგრე არის, იმიტომ რომ ყველა გამოსავალი ხდება შიგნიდან გარეთ, არა გარედან შიგნით. და სხეულის გავლით, სხვანაირად თუ არა და თუ არ გავიარეთ სხეულში ის თუნდაც შენი წარმატება, თუნდაც შენი სიხარული, თუნდაც შენი ტკივილი სხეულს არ მიეცი, რომ იგრძნო, ხარ უბრალოდ რაღაცა რობოტი, რომელიც შენს სივს და რეზიუმეს ამატებს მეც და შენი ეგო იკვებება, მაგრამ დარწმუნებული ვარ სახში ღამე რომ მიდიხარ, მე უბრალოდ ტკივილში ხარ და ისევ საკუთარ თავს ვაზიანებთ და საკუთარ თავს ვტკენთ ამითი და რაც უფრო მეტად გავახელთ აი ამ შიდა თვალს, უფრო სწრაფად ხდება ტრანსფორმაციაც. Რომ ის ტკივილი ხდება საბოლოო ჯამში წმინდა ადგილი. ჩემთვის ის სიბნელე და ის ტკივილი რაც გავიარე და რავი ცალკე პოდკასტი მე ჩავწერო მაგაზე, მაგრამ დღეს მადლიერი ვარ, იმიტომ რომ ჩემთვის ის სიბნელე და ის ტკივილი იმდენად წმინდა და იმდენად ცათუთია, რომ აღარ მეშინია იქ დაბრუნების, იმიტომ რომ უკვე ვიცი, უკვე ჩემია და ადვილად გავივლი იმას. როგორ ფიქრობ, არის ვარიანტი, რომ ზუსტად იგივე ტკივილში დაბრუნდე? თუ ტრანსფორმაცია და ცვლილება ადამიანს აძლევს იმის, როგორ თქვა, უნარებს, ასევე გამოცდილებას ხო რაღაც გარდაქმნილი ხარ თითქოს და შეიძლება სხვანაირში დაბრუნდე, მაგრამ აი ზუსტად ისეთში დაბრუნდები? იცი რა არის, არადოს არის ცხოვრება სად მიდიყვანს, ხო იცი რო გონია რომ აი всё ყველაფერი უკვე დამთავრდა და აი რაღაცა ბუმ უცებ რაღაცა ჩაგითროს და ძალიან ხშირად ყოფილა მსგავსი ჩემ ცხოვრებაში და ბევრჯერ ჩავსულვარ იგივე ტკივილში, იგივე სცენარი შეცვლილა. მაგრამ იქამდე ჩავედი იმ ტკივილში, რომ ბოლოს მივხვდი, რომ უკვე მე რამდენად ვარ ამ ტკივილში და მოდი, ეხა მსხვერპლი აღარ ვიქნები და ეხა უბრალოდ ცნობის მოყარეობას ჩავრთამ და დავაკვირდები და როგორც გოჭები ტალახში თამაშობენ,
აი როგორ შეიძლება თამაში და შემოქმედებითობაში გადავიტანო ეს ყველაფერი და ის პერიოდი იყო, როცა ეს ტკივილი შემოქმედებითი ხრით გარდაუქმენი. აი თუნდაც რაღაც ჩემი ერთ-ერთი workshop-იც, shadow workshop-იც მაგ დროს შევქმენი. იმ ტკივილში გავაკეთე ბევრი პროექტი, რაც ჩემთვის მოხდა ტრანსფორმაციული და არ ვიცი, შეიძლება დავბრუნდე, შეიძლება არ დავბრუნდე, ესე თავდაჯერებით ვერას ვერ იტყვი, მაგრამ ერთი ვიცი ის, რომ ის ვაიმე ღმერთო აქ მეშინია, ვაიმე აქ აღარ დავბრუნდე, აღარ მაქვს ადრე რომ მქონდა. ანუ მსხვერპლის როლიდან რომ გამოდიხარ, ზუსტად ისეთი ვეღარ იქნება ეგ სიგნალე. არა, თორე რა უბრალოდ თქმა უნდა გამოწვევები არის ცხოვრებაში, მაგრამ თან გონია რომ როდესაც რაღაცას ამუშავებ, ზუსტად იგივენაირად აღარ მოდის ეს, სხვანაირად მოდის. კი, რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ეს ხო სამყაროში ხო ვალიდაციას გიკეთებს რაღაცა შიშების და ამიტომ ტრიალებ ერთი და იგივეზე და თუ შენ ეს დაამუშავე, მაშინ სხვანაირი რაღაც სხვა გექნება დასამუშავებელი, რაღაც სხვა და სხვადასხვა სიბნელეები მოდის. აი ეს სხვადასხვა სიბნელეები მოდის. მაგიტო არასდროს არ მიყვარს ადამიანებზე რაღაც აი ჭკუის სწავლების ფორმატით რაღაცის, რომ აი მე ეს აღმოვაჩინე და ხა შენ ეს გააკეთი, ან ეხა შენ ისქენი და ეს ესია და არასდროს არიცი, იმიტომ რომ ძალიან სურპრიზებით არის და ძალიან დიდი და ჩვენზე უფრო უცნობი რაღაც არსებობს, რაც გონია რომ იცი, კიდე არ იცი, ბევრი არ იცი. უბრალოდ შენ აი იმ სივრცეზე რომ ვლაპარაკობდით, იმ სივრცის შექმნა უნდა შეგვეძლოს, რომ იმ ადამიანებმა იმ სივრცეში თვითონვე იპოვონ პასუხი და თვითონვე გარდაქმნან და ეს პრაქტიკაც მაგიტომ მიყვარს, იმიტომ რომ მაგას ქმნის რეალურად, რომ შენ თვითონ იპოვო შენში პასუხები და ჩემს პირად სესიებზეც მსგავსი გარემო მაქვს ყოველთვის შექმნილი, რომ ქმნი რაღაცა სისტემა მაქვს, რაშიც კითხვა-პასუხით საუბრით ის ადამიანი პოულობს თავისას და არ არჩევების და რაღაცა ლოზუნგებით გამოსვლის, რაც მე ესე ვისწავლე, ესე მასწავლის, ესე გამოვიარე, ჩემთვის ძალიან ნამდვილი კოუჩინგი, რომ რჩევას არ აძლევ. ვინც კი საოცრად შამანიკ კოუჩები მყოლია და განსვიფრებული ყოფილა და მისულა კითხვები და უცებ ისეთი კითხვები დაუსვიათ აქეთ რა უიმწოდნია. ეგ არის რეალურად და ძალიან საინტერესო არის ესე რომ ავიღოთ ცხოვრება თლიანობაში, რა შევხედოთ დიდ სურათში. კი, და ჩემთვის რთული, მაგრამ თან საინტერესო. და მაგიტო უფრო საინტერესოს ხდის, რომ იმის იქით, რომ იცი ულევი და უსაზღვრო რაღაცები არსებობს. მაგრამ თან ესე მომენტ თუ ეძახიო რომ ცხოვრება რთული იქნებაო და. მაგით როგორც დაარქმევს სახელს, მე მგონი ისეთია ცხოვრება. საინტერესოა, ალბათ არც რთული და არც არართული. საკმაოდ რა ვიცი, მაგრამ შეფასებების გარეშე, ხო? მაგრამ აი მე ყოველთვის ის იმიტომ მიყვარს ეს გზა, რაც ავირჩიე, რომ იცი რომ სულ რაღაცა არის იმის იქით უსასრულო და არ არის რომ ეს რაღაც დამთავრდება. სულ იმ ძიების პროცესში რო ვარ, სულ რაღაც ახალის ძიების, ახალის აღმოჩენის და უფრო მეტ დრეკადობას მაძლევს ცხოვრებაშიც, რომ ეს ახალი შეისწავლო მუდამ და სუსწავლების და გაზრდის პროცესში იყო უკეთესობისკენ. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა შენ. ძალიან კაი იყო, საინტერესოდ და მარტივად ესე ფლოუში ჩავწერეთ. ნახვამდის. მადლობა თქო.